იოგას საერთაშორისო დღე წელს პირველად 50 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. მასტერ-კლასები, სემინარები და გამოფენები 21 ივნისს თბილისში რიყის პარკში გაიმართება. იოგას საერთაშორისო დღე 21 ივნისს პირველად აღინიშნება და მე მოხარული ვარ, რომ ამ დღეს საქართველოს შეუერთდა. ეს დღე ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და გაეროს მხარდაჭერით დაწესდა. მე მოხარული ვარ, რომ ინდოეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გვეძლევა შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, თუ რამდენად სასარგებლოა იოგა ადამიანისთვის. ეს დღე გაერომ გასული წლის დეკემბერში დააწესა. 21 ივნისს მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იოგას და შეისწავლონ ის ელემენტარული რისის შესაძლებლობაც ადგილზე ექნებათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მანდატი მშვიდობაა. იოგა კი ადამიანის სულიერ სიმშვიდეს უზრუნველყოფს. მე დიდი სიამოვნებით უერთდები იოგას საერთაშორისო დღის აღნიშვნას. დედაქალაქის მერია მხარს დაუჭერს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უწევს პოპულარიზაციას, ცხოვრების ჯანსაღ წესს. თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ასევე საქართველოში, რომელიც იოგით არის დაკავებული და ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვის არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამიტომ ყველა მსგავსი ღონისძიების მხარდამჭერი ვიქნებით ჩვენ თბილისის მერია.